ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეასი ჭინავასთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშიდობისა, გუშინ საპატრიარქოსა და უშუალოდ პატრიარქის მხრიდან გაკეთებულმა მოწოდებამ საჯარო დისკუსიამდე შეწყდეს რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონპროექტის განხილვა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის სოლიდარობა მოჰყვა. უფრო მეტიც ქრისტიან-დემოკრატებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებს პროტესტი გამოუცხადეს და სხდომა დატოვეს. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის ნაწილი შიშობს, რომ ამ ინიციატივით ქვეყანაში ეთნიკურ-რელიგიური წონასწორობა დაირღვევა. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომელიც აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელში მოწოდებით პარლამენტი არ დაემორჩილოს პატრიარქის მოწოდებას. სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები, ან ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ასეთი სტატუსით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში სარგებლობენ. გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს შეუქმნის კონკორდატის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლობა ქვეყანაში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს. ვის რას საფრთხეს უქმნის ეს გადაწყვეტილება და ქმნის თუ არა საერთოდ ის რაიმე საფრთხეს? ტოლერანტობა თუ პოლიტიკური სარჩული, რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დამცველი ბექა მინდიაშვილი და საპატრიარქოს ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი თავისუფალი დემოკრატი ირაკლი ქადაგიშვილი ერთმანეთის პირისპირ. მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. ასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დამცველი ბექა მინდიაშვილი და საპატრიარქოს ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი თავისუფალი დემოკრატი ირაკლი ქადაგიშვილი. საღამოშიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. დღეს თემა ძალიან საინტერესო და აქტუალურია. უბრალოდ ბოლო ინფორმაციას მივაწოდი მაყურებელს, სულ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში მესამე მოსმენით დამტკიცდა ეს ცვლილებები 70-0-ის წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ჩააყენეს საქმის გულში პარლამენტარები და დეპუტატები. უნდა წარმართულიყო ერთგვარი მოლაპარაკება საპატრიარქოსთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, სადაც უნდა განსაზღვრულიყო ორი ძირითადი საკითხი, რომელიც შევიდოდა ასევე ამ კოდექსში და ასე მოხდებოდა ამ ცვლილების დამტკიცება. ერთი ეხებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის კიდევ ერთხელ ხაზგასმასა და განსაზღვრას მის პრივილეგიასთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, რომ სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას ანალოგიური თხოვნით მიემართა ფარგლებს გარეთ არსებულ ქართული ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ჩანს ეს გადაწყვეტილება ამ ცვლილებების გარეშე იქნა მიღებული, რადგანაც როგორც ჩვენი კორესპონდენტი გვაცნობს საპარლამენტიდან, ამ საკითხებზე გადაწყვეტილება და შეთანხმება არ იქნა მიღწეული. მოკლედ გვაქვს ის, რაც გვაქვს და ამაზე უნდა ვისაუბროთ ჯერ პირველ რიგში. მოდით ბექას ვკითხოთ, რადგანაც ის არის რელიგიურ უმცირესობათა დამცველი. მაინტერესებს მისი მოსაზრებით აუცილებლობას წარმოადგენდა თუ არა ასეთი სახის გადაწყვეტილების მიღება. მოგახსენებთ ისტორიას. დიახ. იმისა თუ როგორ მივიდა სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებამდე. 2001 წელს, მაშინ როდესაც არც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და არც ნებისმიერი სხვა რელიგიური გაერთიანებისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა არ არსებობდა და მიდიოდა მსჯელობა იმაზე თუ რა ფორმით, როგორი სახით უნდა დადებულიყო შეთანხმება სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შორის. წინა პერიოდში მართლმადიდებელმა ეკლესიამ, საპატრიარქომ, მინდათ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიც არსებობს საქართველოში, საპატრიარქომ და 6-მა რელიგიურმა გაერთიანებამ, ეს არის კათოლიკე ეკლესია, ეს არის სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, მუსლიმური თემი, იუდაური თემი და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. ხუთი გამოდის ეს მე მგონი. ევანგელურ-ლუთერანული არ შემეშალა სამონათელში. ერთობლივი განცხადებები გააკეთეს ცალ-ცალკე ოღონდ ყველასთან იმის თაობაზე, რომ ერთი მხრივ რელიგიური უმცირესობები, ჩამოთვლილი რელიგიური უმცირესობები ხარს დაუჭერდნენ კონსტიტუციურ შეთანხმებას, ხოლო მეორე მხრივ საპატრიარქო იზრუნებდა იმაზე და გაუწევდა დახმარებას რელიგიურ გაერთიანებებს ჩამოთვლილს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიეღოთ მათთვის სასურველი და შესაბამისი რელიგიური სტატუსი. კი ბატონო. 2005 წელს ცვლილებები შევიდა სამოქალაქო კოდექსში 1506 მუხლში. დიახ.
რომლის თანახმად რელიგიურ გაერთიანებებს მიეცათ შესაძლებლობა დარეგისტრირებული მხოლოდ როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, მაშინ ეს გულისხმობდა ან ფონდს, ან არასამთავრობო ორგანიზაციას. თუმცა ეს ჩანაწერით შემდეგ შეიცვალა და ბოლო პერიოდამდე დღესაც რელიგიურ გაერთიანებებს აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ არაკომერციულ იურიდიულ პირებად. აქ არასამთავრობოც არ არის, ასე ვთქვათ, უკვე მოხსენიებული და არც ფონდი. ძალიან ბევრმა რელიგიურმა გაერთიანებამ ისარგებლა ამ შემთხვევით, თუმცა 6 რელიგიურ გაერთიანება კვლავაც უარს აცხადებდა წლების განმავლობაში, უარს აცხადებდა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ვარიანტზე. ანუ მათ არ სურდათ კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით წარმოებინათ თავიანთი საქმიანობა საქართველოში და ურთიერთობა წარემართათ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში მუდმივად მიდიოდა მსჯელობა, დისკუსია, არაერთი შეხვედრა გამართულა მრავალმხრივი, ორმხრივი საპატრიარქო იყო ჩართული ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ამ შეხვედრებში და ბოლო პერიოდში გააქტუალურდა ეს საკითხი, გულისხმობს საკითხს, რომელიც ითვალისწინებს სწორედ ამ 6 რელიგიურ გაერთიანებისთვის. ეს ბოლო პერიოდში როდის გააქტიურდა, ასე ბოლო 1 წელი, თუმცა წლების განმავლობაში მუდმივად ისმებოდა ეს საკითხი სხვადასხვა დონეზე. ეს იქნებოდა განცხადებდა დღევანდელ განცხადებაში, რომ ისინი აქტიურად ითხოვდნენ ამ საკითხის განხილვას, მაგრამ გაჩერებული იყო ეს საკითხი. დავასრულებ. ეს იქნებოდა შეხვედრები, თქვათ, საპატრიარქოს ლიდერსა და სხვა კონფესიების ლიდერებს შორის გნებავთ სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელი ძალდებოდა საქართველოში ცოტა ხნის წინ, სადაც ასევე დაისვა ეს საკითხი, ასევე ეს საკითხი განიხილებოდა კათოლიკე ეკლესიის მეთაურთან, არასამთავრობო ორგანიზაციებიცა და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი მუდმივად სვამდა ამ საკითხს, ევროკავშირის მიერ იყო წამოწეული ასევე საკითხი, ანუ ამ რელიგიური გაერთიანება, მოგეხსენებათ, ეს არის ყველაზე მსხვილი რიცხობრივად რელიგიური გაერთიანებები, მუდმივად სვამდა ამ საკითხს, რომ მათ რაღაცნაირი შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობა, სამართლებრივი წინააღმდეგი ამისა არავინ არ იყო ქვეყანაში, მე როგორც ხვდები. შესაბამისად, პრობლემა რა წამოშვა დღეს? არ ვიცი მე პრობლემა რა წამოშვა. პრობლემა იქნებოდა, ჩემთვის იქნებოდა პრობლემა ის, რომ გასულიყო პირველი ვარიანტი, შემოთავაზებული პირველი ვარიანტი, ანუ პირველი მოსმენით გასულიყო ის, სადაც ჩამოთვლილი იყო კონკრეტულად რელიგიური გაერთიანებები, 5 რელიგიური გაერთიანება იყო. ეს იქნებოდა ერთგვარად ზღვარის დადება სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვისაც, რომლებსაც შესაძლოა გასჩენოდათ სურვილი, თუ გნებავთ იეზიდები, თუ გნებავთ ევანგელურ 50-იანი ეკლესია, თუ გნებავთ კრიშნაიტთა თემი, თუ გნებავთ მეშვიდე დღის ადვენტისტური ეკლესია და ასე შემდეგ, რომლებსაც შესაძლოა გასჩენოდათ ანალოგიური სურვილი, მაგრამ რეალურად მოხდა ისე, რომ უფრო ლიბერალური და სწორი ფორმა შეარჩია კი ბატონო, მაგრამ საპატრიარქო ითხოვდა, რომ ისიც ჩახედული ყოფილიყო ამ საქმის გულში და ჩახედული იყო, რამდენიც მე ვიცი, ისინი აცხადებენ გულში, რომ ნაჩქარევად ხდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება და პირველი სავლით. წლების განმავლობაში საპატრიარქო უჭერდა მხარს სწორედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით აი ამ ეგრეთ წოდებული ჩემთვის მიუღებელია ეს მოხსენიება და ეს ასე ვთქვათ კლიშე ტრადიციული რელიგიებისთვის აი ამ სტატუსით სარგებლობას უჭერდა მხარს და არაფერი ახალი ამ თვალს არ იყო. ჩემთვის პირადად საჯარო სამართლის იურიდიული პირად დარეგისტრირებაც კი მიუღებელი ნებისმიერ რელიგიისა, ვინაიდან ეს გარკვეულ ანგარიშვალდებულებებს, გარკვეულ პასუხისმგებლობებს წარმოშობს ერთი მხრივ რელიგიური გაერთიანებების მხრიდან სახელმწიფოსადმი და სახელმწიფოს შესაძლოა აძლევდეს კონტროლის შესაძლებლობას, ანუ აქ მხოლოდ საგადასახადო ურთიერთობები იგულისხმება და საფინანსო ურთიერთობები იგულისხმება კონტროლის შესაძლებლობას საჯარო სამართლის იურიდიულ სუბიექტს. თუმცა ესეც კი ამ ასე ვთქვათ ცვლილებით გათვალისწინებულია უფრო ლიბერალურად, ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონი პირდაპირ არ გადმოვა რელიგიურ ორგანიზაციებზე და ამ შემთხვევაში დარჩა ის ასე ვთქვათ შინაარსი, რომელიც აქვს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. კი ბატონო, ბატონო ირაკლი, თქვენ რა შეხედავთ პრობლემას ამ გადაწყვეტილებას? პრობლემა სამწუხაროდ უნდა დავიწყოთ თავიდან იქიდან, რომ აქ პრობლემა გვაქვს ჩვენ თვითონ საერთოდ ხელისუფლების მიდგომასთან
იმ საზოგადოებასთან, რასაც ქართული საზოგადოება და საქართველოს ქვია და საქართველოს მოქალაქეები. როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება მათი ინტერესების სრული უგულებყოფით და გაუთვალისწინებლად. ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი ვიმსჯელოთ, თქვათ, რა იურიდიული ფორმა უნდა ქონოდა ამ შესწორებებს, რა იქნებოდა უფრო კარგი, რა იქნებოდა უფრო უპრიანი, შეიძლება ბევრ საკითხში შევჯერებულიყავით, რაღაცა უკეთესი შემთხვევაც და ვარიანტიც გადგვეხილა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ საქმე გვაქვს აქ სულ სხვა მოვლენასთან. ამ მოვლენას ისევე როგორც ბევრ სხვა ნაბიჯს, რომელსაც განსაკუთრებით პარლამენტი და პრეზიდენტი უკეთებს ინიცირებას, არ აქვს პირდაპირი კავშირი იმ საკითხთან, თითქოს რის გამოსწორებად და რის გასაკეთილშობილადაც არის ეს შემოტანილი. ტოლერანტობისთვის არ არის. იმიტომ რომ ამას არანაირი პირდაპირი კავშირი იმასთან, რომ მათ თქვათ რელიგიურ უმცირესობებს ბრჭყალებში, როგორც მოიხსენიება ხოლმე, მათ ასე თქვათ მოღვაწეობის უკეთესი პირობები უნდა შეექმნათ, ამით არანაირი პირდაპირი კავშირი ამასთან არ აქვს. აქვე მე იმასაც დავძენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა აბსოლუტურად შეიძლება ითქვას, აი როგორც საიდუმლო სპეცოპერაცია და უცბად ერთ დღეში მოხდა ამ საკითხის ინიცირება პარლამენტში, განხილვა ბიუროზე, განხილვა ყველა საპარლამენტო კომიტეტში, რასაც ასე ვთქვათ, პროცედურა ითვალისწინებს ფორმალურად და შემდეგ ამის შემოტანა უკვე პლენარულ სხდომაზე. და ერთ დღეში ხდება, მე ვფიქრობ, ეხლა გეტყვით, ერთ დღეში ხდება იმის ფორმალიზება, რაც ჩემის ღრმა რწმენით უნდა იყოს საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი. საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი. საქართველოში არავინ არ არის წინააღმდეგი მთელი 3000 თუ რამდენი 1000 წლის ისტორიაც გვაქვს და მით უმეტეს რაც საქართველოს მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, არასდროს ქართველი და საქართველოს ეკლესია და საქართველოს არ ყოფილა რელიგიური შემწყნარებლობის წინააღმდეგი ან რაიმე სახით ასე ვთქვათ. ეხლა პრობლემა უბრალოდ რაშია, იცით, ისი თქმა მინდა, რომ საკითხი საერთოდ რასთან გვაქვს ჩვენ, რა მოცემულობასთან გვაქვს ჩვენ რეალურად საქმე, არ ვიცით. აგერ ბატონმა ბექამ ბრძანა, როდესაც კონკორდადი საკონსტიტუციო ხელშეკრულება ფორმდებოდა საქართველოს 60 ქულო მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და აღნიშნავ იმას, რომ მართლმადიდებლური 60 ქულო ეკლესია საქართველოში ერთია და ერთადერთია. როდესაც ეს ფორმდებოდა, მაშინ ამ შემთხვევაში თქვენ სწორედ თქვით, მაგრამ ცოტა სხვანაირად დავაყენებდი. აქ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც იყვნენ იურისტები, საზოგადოების წარმომადგენლებიც, ეკლესიის წარმომადგენელი, სახელმწიფოს წარმომადგენელი, ბუნებრივია. ეს იყო ფართო მსჯელობის საგანი. ყველა საკითხი დაიწონა, რომ ეს ყოფილიყო შესაბამისობაში რეალობასთან, ჩვენ ისტორიულ ტრადიციასთან, შესაბამისობაში ყოფილიყო იმ სტანდარტებთან, რომელიც სტანდარტებისკენაც საქართველოს მიისწრაფის, ხო? გასაგებია, ამავე დროს ეკლესიის პოზიცია იყო რომ მას კონსულტაციები ქონოდა ყველა იმ საეკლესიო თუ სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან, რომელიც საქართველოში ტრადიციულად ფუნქციონირებს და გარკვეული წონა გააჩნია. იმიტომ რომ ეს მათ არ გაეგოთ ისე, რომ რაღაცნაირად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იღებდა იმ უფლებას, რომელიც მას რა თქმა უნდა ისტორიულად ეკუთვნის, მაგრამ ამით ის დაჩაგრავდა, ან შეაფერხებდა, ან რაიმე პრობლემა შეუქმნებდა მათ უფლებებს. აქ საკითხი სწორედ ამაშია დღესაც, რომ ისინიც ვისთვისაც თითქოს მიიღეს ეს ცვლილება, საქართველოს ეკლესიის წინაშე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. მე ვფიქრობ, ამიტომ რომ პატრიარქი გამოვიდა და ამ შემთხვევაში თქვა ამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ნუ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც არ არის მომზადებული, რაც არ არის საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, განჟის და ეკლესიასთან ურთიერთობის შედეგად დახვეწილი. იგივე უნდა მომხდარიყო შეხვედრა სახელმწიფოს, საზოგადოებას, ეკლესიასა და სხვა აღსარებლობის. კი ბატონო, ჩვენ ხო აქ ამიტომ ვართ, რომ საფრთხეებზე ვილაპარაკოთ, ვის რა საფრთხეს უქმნის ეს გადაწყვეტილება. ეხა უკვე საფრთხე თუ შესაქმნელი იყო ამ გადაწყვეტილება, ამიტომ უკვე შექმნა, იმიტომ რომ პარტიზანულად ზურგს უკან რაღაც და ეხა მეორე მომენტი არის, იცით? იღებენ ამ გადაწყვეტილებას პირველი მოსმენით. პატრიარქი აკეთებს განცხადებას, მერე იწყებენ რაღაცა, ასე ვთქვათ, აი გაურკვეველ მოქმედებებს, მიდიან საპატრიარქოში, იწყებენ პატრიარქის გარშემო რაღაცა საუბრებს, რომ იცით რა, ჩვენ გავითვალისწინებთ, თქვენ თქვენ რამე გნებავთ. შეურაცხყოფელია ელემენტარულად. გასაგებია, მაგრამ ვისთვის არის მაშინ ეს გადაწყვეტილება მიღებული? კი, აუცილებლად. მე ვერ გეტყვით.
ვისთვის არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. მე შემიძლია ერთი რამე ვივარაუდო. ამ რელიგიური უმცირესობების დასაცავად არა? ნაკლებად. მე ერთ რამეს ვარაუდობ აქ რა. უბრალოდ აი როგორც სახელმწიფოს გააჩნია თავისი სუვერენიტეტი, თავისი ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ძველი ტრადიციული ეროვნულ სახელმწიფოებსაც გააჩნიათ თავისი გარკვეული საეკლესიო და სულიერი, ასე ვთქვათ, მართვა გამგეობის და მათი ავტოკეფალიურობის, ასე ვთქვათ, სუვერენიტეტი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდა ჩარევა, იმიტომ რომ ამ ჩანაწერით ფაქტურად საქართველო ხდება როგორც არა მართლმადიდებლური ტრადიციის მატარებელი ისტორიული სახელმწიფო, არამედ როგორც შეიძლება განვიხილოთ აი მარტივენით რო ვთქვათ, კონფედერაცია საქართველო სხვადასხვა რელიგიური დაჯგუფებებისა და სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობებისა და ამ შემთხვევაში საქმე იმასთან კი აღარ აქვს ჩვენ ხა იურიდიულადაც რო შევხედოთ ამ საქმეს რომ ეს არის საქართველო, სადაც არის მართლმადიდებლური ეკლესია, მაგრამ აქვე ცხოვრობენ ისტორიულად თუ შემდგომ შემოსული ან სხვა ერები, ან სხვა რელიგიები, არამედ ამ ჩანაწერით ჩვენ საქმე გვაქვს, რომ საქართველოს სულიერი გაგებით არის კონფედერაციული, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობის მქონე ქვეყანა. ეს შეიძლება მართალი იყოს ისეთ ქვეყანაში, სადაც მოხდა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ხალხების ერთდროულად ჩასვლა და ყველა თავისი, რო იტყვიან, კარავით ჩავიდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს ისტორიული ტრადიციის მქონე ქვეყანაზე, მათ შორის სასულიერო ცხოვრების ტრადიციის ქვეყანაზე, მიდგომა ცოტა სხვანაირი უნდა იყოს. მე ერთსაც დავამატოთ რა. არა, ცოტა მოგვიანებით დავამატოთ ერთი, იმიტომ რომ მეკამოდა გასცეს ამას. იმიტომ რომ აბსოლუტურად გაუგებარია ის არგუმენტები, რომელსაც ბატონი თავაზობს, იმას დაკავშირებით, თითქოს რაღაც ამით შეიცვალა საქართველოს იდენტობა, საქართველოს როგორც მართლმადიდებლური ქვეყანა აღარ არსებობს ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილების შედეგად. ეს არის ხო, ძიმე სიტყვები და ძიმე გამოთქმები არ მითხრა. მე რაც თქვი, ძალიან გთხოვთ. აქ არის ლაპარაკი მარტივ რამეზე. საპატრიარქო წლების განმავლობაში აცხადებდა, დეკლარირებდა ღიად, საჯაროდ, რომ ის დაეხმარებოდა შესაბამისი სტატუსის მიღებაში და ეს სტატუსი გულისხმობდა საჯარო იურიდიული პირის სტატუსის მიღებას. პირის გულისხმობდა, ხო? დიახ. 10 წლის განმავლობაში 6-მა რელიგიურმა გაერთიანებამ ვერ მოახერხა დარეგისტრირება საქართველოში იმის გამო, რომ როგორც ჩანს და როგორც საპატრიარქოს პოზიციიდან გამოჩნდა დღეს, სწორედ საპატრიარქო იყო ერთ-ერთი ხელშემშლელი მაპატიეთ, მაგრამ არ შემიშლეთ თქვენ ამბობთ ვარაუდს. ხო, არა, თქვენ მთლიანად ვარაუდებზე ააგეთ თქვენი მოსაზრებები. არა, როგორც ჩანს, ის შედეგი მივიღეთ დღეს, რაც ერთი მხრივ სურდა, როგორც დეკლარირებდა ამ ხნის განმავლობაში საპატრიარქოს და მეორე მხრივ სურდა 6 რელიგიურ გაერთიანებას. მეტი არაფერი ამ ჩანაწერით არ შეცვლილა. ამ სიახლით სხვა სიახლე არ მიგვიღია. გარდა იმისა, რომ შეიძლება დარეგისტრირება რამდენიმე რელიგიურ ორგანიზაციას. იმ ორგანიზაციებს, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო. მე არ შემიძლია ხა ციტირება არ მოვახდინო პატრიარქის და პატრიარქის განცხადების უკაცრავად შეიძლება. პატრიარქი არ არის კანონმდებელი, საქართველოში კანონმდებელი არის პარლამენტი და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. არანაირ კავშირში არ არის ეს. არც კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, არც მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსთან, არც მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენასთან და პრივილეგიასთან აწყობდა, აკეთებდა საპატრიარქო და პატრიარქი, ხო? ამ საკითხის. როგორც იმიტომ რომ დღეს გამოჩნდა რომ ის ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას. მე რო არ შევიყვანოთ გაუგებარია საპატრიარქოს უკაცრავად თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული. რა უშლიდა ხელს ბექა, რომ შექმნილიყო ესეთი კომისია? სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა არის, რომ უზრუნველყოს ერთი მხრივ ქვეყანაში ამ თვალსაზრისით, ამ კონტექსტში რელიგიის თავისუფლების დაცვა, ანუ უზრუნველყოს ის, რომ თავისუფლად კონდეს ნებისმიერ რელიგიურ გაერთიანებას, წამსის გავრცელების, განათლების მიღების, იმპორტის თუ ექსპორტის, ასე ვთქვათ, წარმოების საშუალება და ასე შემდეგ. მეორე მხრივ უზრუნველყოს თანასწორობა. დიახ. ეს არის კონსტიტუციით აღიარებული პრინციპები, რომელიც გულისხმობს თანასწორობას რელიგიურ ნიადაგზეც. აი ამ მოცემულობებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უნდა მიიღო მარტივი გადაწყვეტილება. შესაძლებლობა მიეცა რელიგიური გაერთიანებებისთვის
სამართლებრივ ურთიერთობაში შესულისა სახელმწიფოსთან. რაც გულისხმობს საგადასახადო. შეიძლება არსებობდეს რელიგიური გაერთიანება, რომელიც საერთოდ უარს აცხადებს რეგისტრაციას და ასეთებიც არის. უკაცრავად. ესეც არის შეაძლებელი. დღეს ამ ცვლილებით მოხდა ის, რომ სახელმწიფომ ფაქტობრივად თავისუფალი რეჟიმი შესთავაზა რელიგიურ გაერთიანებებს და მათ სურთ რომ და მათ შეუძლიათ აირჩიონ, თქვა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირადაგება, კერძო სამართლის იურიდიულ პირადაგება, თუ საერთოდ არანაირი რეგისტრაციის გასაგებია ამას ყოველგვარი რეგისტრაციის მიღმა არსებობს. გადაწყვეტის უფლებას ხელსა არ უშლიდა სახელმწიფოს არც 1 წლის წინ, არც 2 წლის წინ. არა, მე გეტყვით ახლა ეს ამას. ნებას რომ შექმნილიყო ამ საკითხის ბოლო 1 წლის განმავლობაში ინტენსიური დისკუსია, ინტენსიური დიალოგი, ინტენსიური შეხვედრები იმართება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართული ასევე საპატრიარქო. გასაგებია. მე შემიძლია დაგისახელოთ. ესე იგი არ არის წინააღმდეგ საპატრიარქო წინააღმდეგ. ხო და ამიტომ არის გაუგებარი სრულიად რატო გამოდის საპატრიარქო ამ პოზიციას დღეს. ერთ რამეს ვიტყვი ახლა არის კონკრეტული მოცემულობა, როდესაც პატრიარქი გამოდის და აცხადებს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას წინ უნდა უსწრებდეს, უნდა ყოველ შემთხვევაში უკვე მიიღეს გადაწყვეტა, მაგრამ უნდა ყოფილიყო შექმნილი კომისია, სამუშაო ჯგუფი. არ შექმნილა ესეთი სამუშაო ჯგუფი. არ ვიცი ახლა რომელიღაცა წარმომადგენელს ქუჩაში, ოჯახში, სუფრაზე. არა, ერთი წამით რა, ერთი წამით. საპატრიარქოს გარკვევით უწერია, რომ საპატრიარქო არ ეწინააღმდეგება, რომ რელიგიური ორგანიზაციებისთვის განისაზღვროს იურიდიული სტატუსი. მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა ასეთი კომისიის შექმნა. როგორი სტატუსი უნდა იყოს ეს, რას უნდა გულისხმობდეს, რა საკითხები არის უნდა რეგულირდებოდეს ამ სტატუსით. ეს საკითხი აბსოლუტურად მოუმზადებელი არის. არავინ ამის შესახებ არაფერი არ იცის, გარდა პალიკო კუბლაშვილისა, რომელმაც დარწმუნებულად თვითონაც არაფერი არ იცის. ესეთი მნიშვნელობის საკითხი ხო ერთი დღით ადრე ჰაერში არ უნდა იბადებოდეს საკანონმდებლო ორგანოში და ერთ დღეში ამის იმპლემენტაციის პროცესი არ უნდა იწყებოდეს. რეკლამის დრო და უფრო არსობრივად უნდა ჩავხედოთ ამ საკითხს, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამში დაუბრუნდები დაგვალოდეთ. არგუმენტებს ჩვენ საუბრობთ ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო კოდექსში შესწავლილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ რამდენიმე რელიგიურ გაერთიანებას აძლევს საშუალებას დარეგისტრირდეს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მიიღოს ეს სტატუსი, მაგრამ საუბრობთ იმაზე, რას მოუტანს თუდად ამ რელიგიურ ორგანიზაციებს და რატომ შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით თავად საპატრიარქო უკმაყოფილო ან რა საბუთოს ემყარება ეს უკმაყოფილება. მე მაინტერესებს ბექა, თქვენ როგორც დამცველს, ხო? რელიგიური უმცირესობებს. რას მოუტანს ეს რელიგიურ უმცირესობებს? პირველ ყოვლისა მოუტანს იმას, რომ ოფიციალურად მოხდება სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლა სახელმწიფოსთან და ისარგებლებს ეს რელიგიური გაერთიანებები ამ შემთხვევაში იმ შინაარსით, რომელიც აქვს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. ანუ მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო უფლება ვალდებულებებზე იქნება საუბარი. აქ რელიგიურ უპირატესობებზე და რამე საუბარი არ იქნება. არანაირი სხვა იგივე სახის ხელშეკრულების დადება როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიასთან? არანაირად არ ითვალისწინებს ეს ცვლილება რაიმე სახის პრივილეგიებით დატვირთვას ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანებისა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ და მიმაჩნია, რომ ის პრივილეგიები, რომელიც აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას, თუნდაც საგადასახადო სფეროში, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის და ამას ეს კანონი არ ჭირდებოდა. ამის განხორციელება შესაძლებელი იყო ძველი სარეგისტრაციო რეჟიმის პირობებშიაც. ისევე როგორც არ არის ეს საკითხი დაკავშირებული ქონების რესტიტუციასთან, რომელსაც აქტიურად სვავს ქონების დაბრუნების, ისტორიული ქონების დაბრუნების საკითხს სომხური სამოციქულო ეკლესია, კათოლიკური ეკლესია. ეს გაჟღერდა თქოს ეს მოსაზრება, რომ სწორედ ამ ეკლესიებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილება იქნება. ესეც არ არის დაკავშირებული არანაირად ამ საკითხის გადაწყვეტასთან. და ძველი რეჟიმის პირობებშიც სარეგისტრაციო რეჟიმის გულისხმობ შესაძლებელი იყო ამ პრობლემის გადაწყვეტა. ეს პრობლემა მიბმულია არა იმასთან თუ რა სახით იარსებებს სამართლებრივად ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება, არამედ პოლიტიკურ ნებასთან და კონსენსუსთან, რომელიც უნდა მიიღწეს სხვადასხვა აქტორებს შორის, რომლებიც ჩაბმულია მართლმადიდებელ ეკლესიას, კათოლიკე ან სომხურ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის. მოდით მე მოვახდენ ციტირებას ისევ.
თავის მხრივ შეუძლია გადაწყვეტოს ეს საკითხი განსაკუთრებით სომხურ ეკლესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ძალიან რთული თემა. ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ვიდრე თუნდაც ეს რეგისტრაციის საკითხი, რომელიც არაფერს რეალურად არ აძლევს გარდა სტატუსისა. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მე სომხური ეკლესიის ეპარქიის ხელმძღვანელის განცხადება უნდა წაგიკითხოთ ბატონებო, რომ უფრო გარკვეული იყოს რა მოლოდინები გააჩნდა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუნდაც სომხური ეკლესიის ხელმძღვანელების მხრიდან. უდავო ამ გადაწყვეტილებამდე ჩვენს ფაქტობრივად არსებობას საქართველოს ხელისუფლება, საპატრიარქო და ქართული საზოგადოება აღიარებდა, მაგრამ ეს კანონი დიდ უპირატესობას მოგცემს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ სამართლებრივ კალაპოტში გადავალთ და ნელ-ნელა მივიღეთ საკუთრების უფლებას იმ ეკლესიებზე, რომელიც ამჟამად საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ცდარი დამოკიდებულება, ვინმე არანაირად არ იყო დაკავშირებული ქონების რესტიტუციის საკითხთან. არა, ყოველთვის აბავდა სომხური ეკლესია ამ თემას რესტიტუციის საკითხთან, ანუ რეგისტრაციის საკითხს, ქონების დაბრუნების საკითხთან, თუმცა არანაირად ერთი მეორისგან არ გამომდინარეობს და შესაძლებელი იყო ამ საკითხის გადაწყვეტა მანამდეც და შესაძლებელია ამ საკითხის გადაწყვეტა რა თქმა უნდა ამის შემდეგ. ეს საკითხი აუცილებლად გადაწყვეტა. მე იცით რატო რომ არანაირი ფუჭი მოლოდინი არ აქვს. დავამატოთ ახლა ისიც რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და ძალიან კეთილმეზობლური ცხოვრება გვინდა. მაგრამ ამას უწყოდა წინ სომხეთის პატრიარქის ვიზიტი კი ბატონო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად საინტერესოა რომ ამ განხილვის დაწყების დღეს ჩამოფრინდა საქართველოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ აი ამ საკითხის განსახილველად. ეხლა მოდი ნუ ვიქნებით რა ესეთი გულუბრყვილოები რა, რომ აქ არაფერი არ ხდება. ეს არის არაფრის მომცემი, არაფრის მთქმელი და პირიქით ეს უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებს იმ ეკლესიებს, იმიტომ რომ მიშა შეიძლება თავის ადამიანო რაზმების შეყვანა იქ რაღაცა მიზეზის გამო. არა ბატონებო, ეს არის დარწმუნებული ვარ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის გარკვეულწილად დამაზიანებელი გადაწყვეტილება, რომელიც მაგიტომაც არის ესე მალულად და ფარულად მიღებული. თორემ მართლა ვამბობ, რომ ეკლესია ყოველთვის ამბობდა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც დღას წესრიგში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, დაწყებული იქიდან რომ თქვა იგივე საქართველოს ეკლესიების და ისტორიული ძეგლების მდგომარეობა უცხოეთში. მაგალითად მე თქვენ გეტყვით, რომ აზერბაიჯანში ქართული თემი ეკლესიასთან და იქ ქართული თემის ურთიერთ ფუნქციონირებას და ეკლესიის ფუნქციონირება არ მიდის ესეთ პირობებში. ძალიან რთულ პირობებში მიდის. ეპისკოპოსის იქ ყოველი ჩასვლა ძალიან ასე ვთქვათ დიდ ექსცესებთან არის დაკავშირებული. მას ხშირად მილიციის განყოფილებაში უწევს დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა და მტკიცება იმისა, რომ ის რაღაცა იქ აქ ამის უფლება და ასე შემდეგ. და ანალოგიური უამრავი რაღაცა არის ახლა და ჩვენ ესე იგი ეხლა აი გვეუბნებიან იმას რომ შავზე არის თეთრიო ეხლა პატრიარქის განცხადება სწორედ ეს არის რომ როცა საკითხი დგას დავждეთ და განვიხილოთ ეს ხო აქ ეს უნდა ყოფილიყო კონსენსუსის საგანი ხა სომეხთა ეპისკოპოს უხარია მაგრამ საქართველოს საპატრიარქო გამოვიდა რა დარჩა ასე თქვა გაწყილებულ მდგომარეობაში მოდი ახლა ვთქვათ რომ რა იყო ის საკითხი თუ ეს არაფერს არ ნიშნავს თუ ეს ელემენტარული ფორმალობაა იურიდიული რომ ამ საკითხის გარშემო ელემენტარული მსჯელობა გამართული კი ბატონო თუ მართლა არაფერს არ ნიშნავს ბატონო მე ვამბობ ეს სწორედაც რომ ნიშნავს ძალიან ბევრ ამას ნიშნავს იმიტომ რომ იმ საჯარო სამოქალაქო კოდექსს თუ ჩავხედავთ, იქ არის ჩამონათვალი ვინ არიან საჯარო სამართლის სუბიექტები. იმ სუბიექტებში არის სახელმწიფო, თვითმმართველობის ერთეული და ის თემები, რომელიც არის მიბმული სახელმწიფოსთან და იქ მართლმადიდებლური ეკლესია არ წერია, რომ არის საჯარო სამართლის სუბიექტი. იქ წერია და ის ორგანიზაციები და ის პირები, რომელთანაც სახელმწიფოს აქვს გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება. ამ შემთხვევაში, ხო, საკონსტიტუციო შეთანხმება. ხო და მაგიტომ თქვენ და არალოგიკური ცოტა ჩემი არა, ამიტომ მე ხარ რატო გეუბნებით, რომ ამ ნორმის შემოღებით მე ამას ვამბობ, რომ საქართველოში არა როგორც მისი რელიგიური უფლება მოსილების აღსრულების კუთხით ვინმეს ამით რამე აქამდესაც არ ექნებოდა არანაირი პრობლემა და იგივე თუ სომხეთის ეკლესიას რომელიმე ტაძარი ეკუთვნის საქართველოში ამის გარეშეც თავისუფლად გადაწყდებოდა მაგაშიც გეთანხმებით მაგრამ ამ ჩანაწერით ჩაიდო პირველი საფუძველი სწორედ იმაში რასაც მე ვამბობდი რომ საქართველო არის
რელიგიური მოწყობით, არა ისტორიულად აი ესეთი მოცემულობის მატარებელი, სადაც არის სამოციქულო ეკლესიის სამოღვაწეო არეალი, სადაც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ სხვადასხვა ეკლესიებიც. არამედ ეს არის კონფედერაციული ტიპის სასულიერო ესეთ ტერმინს არის ცნობს რელიგია კონფედერაციას. არის ცნობს რელიგია, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ ანუ საქართველოს ეხლა ძალიან კარგად იცნობს და მთელი რიგი საეკლესიო ურთიერთობები მთელ ევროპაში და მთელ სოფლიოში სწორედ აი ამ პრინციპის გათვალისწინებით ხორციელდება. იგივე ანგლიკანურ ეკლესიაში, იგივე რომის ეკლესიაში, იგივე რუსეთში. რუსეთშიც არის რომის ეკლესია წარმოდგენილი, მაგრამ თქვათ რუსეთის ეკლესია აქ თქვენ გინდათ რომ რუსული მოდელი არა, ნუ გადადიხართ ამ კლიშეებზე რა. მე გეუბნებით საეკლესიო ურთიერთობებს. ფაქტობრივად შეზღუდულია რელიგიური გაერთიანება, სწორედ იმის გამო რომ არის რანგირება. რომის ეკლესია, რომის ეკლესია ეპარქიების გახსნას არაძლევს. არაძლევს. იგივე ანგლიკანური ეკლესია. ანგლიკანური ეკლესიასთან ვერ დაგეთახმებით, ვინაიდან ანგლიკანური ეკლესია არის პირველი დამცველი რელიგიური უმცირესობების, მათ შორის ისეთი რელიგიური უმცირესობების ანგლიკანურ ეკლესიამდე უფრო ადრე ვართ ჩვენ რელიგიური უმცირესობების დამცველი. ფუჭიმსჯელობა და მეუბრალოდ კიდევ ერთხელ იმ ფაქტის კონსტატირებას ვახდებ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ იმის კონსტატირება, რომ ელემენტარულად რო ყოფილიყო ეს საკითხი მართლა არაფრის თქმელი, ან თუ გინდაც რამის თქმელი, ყველა შემთხვევაში უნდა მოხდარიყო ამის განხილვა. მაგრამ აქ რაღაცა აქვს ამათ ჩადებული, ეს არის ფაქტი. რა აქვს ჩადებული ამას ვერ საზღვრავთ. ამას საზღვრავ სწორედ მე, რომ აქ იყო ლაპარაკი საქართველოს ეკლესიის, ასე ვთქვათ, სამოციქულო ავტოკეფალიის დარღვევის აი ესეთი მცდელობა, რომ საქართველოს ეს არის რომელიც განმტკიცებულია კონკორდატის მიხედვით, რომ ვთქვათ. რელიგიურმა გაერთიანებამ. ერთადერთი ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს არის ისევ და ისევ მართლმადიდებელი ეკლესია იყო სხვა ქვეყნისა, რაც მოხდა კიდევაც მე-19 საუკუნის დაწყებაში რუსეთის ეკლესიის მიერ. მე იმიტომ ვამბობ, რომ ყოველ შემთხვევაში კათოლიკურ ეკლესიას იეჰოვას მოწმეებს ავტოკეფალიის შენახვა არ შეუძლია. ყოველ შემთხვევაში აქ საუბარი არა მართლმადიდებლური ავტოკეფალიის შენახვაზეა, არამედ იმაზეა, რომ ვინ არის დომინანტი, ასე ვთქვათ, ეკლესია. რელიგიური ეთნიკური რა თქმა უნდა ამით ირღვევა. რა თქმა უნდა ამით ირღვევა. ბექას ვკითხოთ რატო არ ირღვევა? მოგახსენებთ ერთ რამს. ეხლა ერთ ამასაც ვიტყვი ბექა რა. სხვათა შორის ეკლესია თვითონ იყო ინიციატორი, რომ შექმნილიყო ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიიღებდა კანონს რელიგიისა და სარწმუნოების თავისუფლებასთან დაკავშირებით. თლიან კანონს მიიღებდა. მაგრამ აი ვიმეორებ რა, ყველა ეს ოფიციალური მოთხოვნა იქნა უგულებო. კი ბატონო, რატო ვფიქრობთ რომ არ დააარღვევს? ამ გადაცემაში უკეთესი იქნებოდა მოგოყვანა მკითხავი ან წინასწარმეტყველი, რომელიც გამოიცნობდა იმ ფარულ ჩანაფიქს, რაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიაზე. თქვენ გამიმყარეთ არგუმენტი. ფაქტობრივი მოცემულობა რაც გვაქვს არის ის, რასაც წლების განმავლობაში ითხოვდა ერთი მხრივ რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც უარს აცხადებდნენ რეგისტრაციაზე და ასევე მათთან ერთად ითხოვდა ხარს უჭერდა ამას და ამის დეკლარირებას მუდმივად ახდენდა და დავასრულებ. ჩვენ არ ვიცით საპატრიარქო რას უჭერდა მხარს. საპატრიარქო მაგე რასაც უჭერდა მხარს თქვა რომ ის უჭერდა ოფიციალური დიალოგის გამართვას და ოფიციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას. ხო და ეხლა თქვენ შავზე ისევ გავიმეორებ. უნდა მოვიძიოთ მაშინ ის დოკუმენტები და ვიდეო რომ არ წამოვიღე ეს დოკუმენტები, რომელიც 2001 წელს ის განცხადებები, რომელიც ასე ვთქვათ გაკეთდა 2001 წელს ერთობლივი განცხადებები საპატრიარქოსა და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის, სადაც შავით თეთრზე მართლაც წერია, რომ იმ სტატუსის მოპოვებაში გაუწევდა დახმარებას საპატრიარქო, რომელიც მათ სურდათ რომ მიეღოთ. ეს სტატუსი ეს არის საჯარო იურიდიული პირის სტატუსი. ერთი წუთით რა. მხოლოდ და მხოლოდ. სად წერია რომ ამ სტატუსის გარშემო შედგა რაიმე ოფიციალური შეხვედრა პარლამენტში, სამუშაო ჯგუფთან, კომიტეტთან. არაფერი არ შემდგარა. უამრავი ასეთ შეხვედრა გაიმართა 10 წლის განმავლობაში. 14 კანონპროექტია მომზადებული. საპატრიარქო ისე უბრალოდ იძახის დღეს შეხვედრა შედგა. გაუგებარი, ისეთივე გაუგებარია საპატრიარქოს პოზიციები, როგორც ბატონ ირაკლის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ამით თითქოს საქართველოს ავტოკეფალია ეკლესიის ირღვევა. აწყობს თუნდაც საპატრიარქოს ამ შემთხვევაში. ამაზე პასუხი არ აქვს. კარგი იქნებოდა ამ განცხადების ავტორებისთვის გვეკითხა რა დაგაბადებიათ ბატონო ბექა. თუმცა აი ამ განცხადებაში, საპატრიარქოს განცხადებაში არის ჩამოთვლილი კონკრეტული არგუმენტები თუ რის გამო
რის გამო ეწინააღმდეგებიან ახლა ამ გადაწყვეტილების ეწინააღმდეგებოდნენ ახლა ამ გადაწყვეტილების მიღებას. პირველი ეს არის ის, რომ ჯერჯერობით არ არსებობს სტატუსი განსაზღვრული სხვა ქვეყნებში მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს საპატრიარქოს გულისხმობ შემთხვევაში ეკლესიას დაკავშირებით, თუმცა ეს 2-4-ია ისე გადის სახელმწიფოს კომპეტენციიდან და თქვათ, ეხა იტალიის სახელმწიფო არ ზრუნავს საქართველოში ვატიკანის ან კათოლიკური ეკლესიის პასუხისმგებლობა. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ანუ ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოიცავს მხოლოდ იმ სივრცეს, რომელსაც ქვია საქართველო. სხვაგან ამ სახელმწიფოს კომპეტენცია არ ვრცელდება ამ კუთხით. რა თქმა უნდა, შეუძლია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საპატრიარქოს იბრძოლოს თავისი რაღაც განსაკუთრებული დომინანტური სტატუსის მოპოვებაზე. არგენტინაშიც მას აქვს ეპარქია, იბრძოლოს ამისთვის ლონდონშიც ასევე აქვს ეპარქია, იბრძოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ ეს გადის საქართველოს სახელმწიფოს კომპეტენციიდან. ისევე როგორც არავინ, თქვათ, არ უკიჟინებს სახელმწიფოს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუდისტებს, თქვათ, გულისხმობ ამ შემთხვევაში ჩინეთს ან ინდოეთს, ბუდისტებს არ აქვს აქ რაღაც განსაკუთრებული სტატუსი. უკაც დავასრულებ. მეორე არგუმენტი, რომლის გამოც ეწინააღმდეგება საპატრიარქო ამ გადაწყვეტილებას. მოვიდეთ არგუმენტი. არსებობს სამართლიანი მოთხოვნა. იმაზე ხომ უნდა ვილაპარაკოთ. მეორე არგუმენტი არის ის, რომ ამაზე არ მიმდინარეობდა მსჯელობა და დებატები. მე ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით, არათუ დებატები მიმდინარეობდა ამაზე წლების განმავლობაში, არათუ ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა ამაზე წლების განმავლობაში, საპატრიარქოს მონაწილეობითაც, უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქის მონაწილეობითაც, უმაღლეს დონეზე შეხვედრები. არამედ განცხადებებიც კი გაკეთდა ოფიციალური ერთობლივი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რელიგიურ გაერთიანებებს მიეღოთ ის სტატუსი, რომელიც მათ სურდათ. ეს მეორე არგუმენტი. და კიდევ იყო ერთი არგუმენტი დაკავშირებული იმასთან, რომ თითქოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლები ირღვევა. აი, აქ ძალიან მიჭირს რაიმე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან პირიქით რელიგიური გაერთიანებებისთვის თანასწორი სივრცის, სამართლებრივი სივრცის შექმნა არის სწორედ ის სახელმწიფოებრივი ინტერესი, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ, ლიბერალურ ქვეყნის შენობებას. რამდენიმე სიტყვით და შემდეგ ბატონ ირაკლი. მე კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, იმიტომ რომ საპატრიარქო აცხადებს, ის არ არის წინააღმდეგის გარკვეული სტატუსის მიჭრებასთან დაკავშირებით, მაგრამ წლების განმავლობაში ამაზე მიდიოდა საუბარი და ითხოვდა სპეციალური კომისიის შექმნას და საჯარო დისკუსიის გამართვას, რომელიც როგორც საპატრიარქო აცხადებს, არ შემდგარა, არ უნდა ვენდოთ, აი მაგიტომ ამბობ რა, აქ ხო არაფერი გამოსაძიებელი არ აქვს. ბექა ამბობს, რომ ვიღაცა შეხვედრიაო. მე შეიძლება ბევრი ვინმე შეხვედრიაო და ბევრ თემაზე ვისაუბრია, მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ, კერძო შეხვედრები, ან ფორმალური, ნახევრად ფორმალური შეხვედრები. აქ საუბარი არის ერთი წუთით რა, ძალიან ხო. როდესაც საპატრიარქო ესე არ მოიქცა, როდესაც საპატრიარქოს აქონდა საკონსტიტუციო ხელშეკრულების საკითხი, შეიქმნა ოფიციალური კომისია, რომელსაც ყავდა თავმჯდომარე, პარლამენტის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი, სადაც მოიწვიეს ყველანი, ვინც კი შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებული ყოფილიყო. ერთი წამით რა. ეხა ერთი წამით რა, ძალიან ხოთ რა. მათ შორის მოწვეული იყვნენ ყველა, ასე ვთქვათ, კონფესიის წარმომადგენელი. აქ სწორედ ამაზეა საუბარი საპატრიარქოს და პატრიარქის მხრიდან, რომ ანალოგიური პროცესი უნდა წარმართულიყო და საპატრიარქო ყოველთვის აყენებდა, რომ ამ საქმეს მიეცეს ოფიციალური მსვლელობა. მაგრამ ჩემთვის ნამდვილად გაურკვეველი მიზეზების გამო და მჭხიბაობა და ის მოვკითხოთ, ვინც ამას აკეთებს. ბატონებო, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ოფიციალური შეთანხმებების გარეშე და მათ შორის იმ რელიგიურ კონფესიებთანაც ოფიციალური შეთანხმების გარეშე, ვისაც თითქოს და ეხება, იმიტომ რომ არც ერთ დოკუმენტში არ არის ასახული, რომ მათთან შედგა ოფიციალური მოლაპარაკება. ეს ყველაფერი ერთ ღამეში გაკეთდა. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ჩაგვერთვება. უკაცრავად ბატონებო. არის განცხადებები. ძალიან ცოტა დრო გრჩება და ჩვენ ჩაგვერთვება ლონდონიდან. მეუფე ზენონი ჩაგვერთვება და გაგვაცნობს ალბათ საპატრიარქოს პოზიციას. დაგვალოდეთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.
მაშინ ასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ბატონებო რეკლამის მსვლელობის დროსაც გრძელდებოდა ერთგვარი დისკუსია. დაპირებისამებრ ჩვენ ლონდონიდან გვერდება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი. საღამოშტებისა მეუფე. საღამოშიდობის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვერთვებით და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს დღევანდელი დღე, მიმდინარეობს კამათის ჯა განხილვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საკანონმდებლო ორგანომ, რომელმაც დღეს 70 ხმით ერთსულოვნად უყარა კენჭი ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით საპატრიარქოს განცხადება ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ მთელი ამ დისკუსიის განმავლობაში ერთი კითხვა გაჩნდა. როგორც მაგალითად ბექა საუბრობს, ეს არის წმინდა წყლის ფორმალობა, რომელიც არ შეუქმნის გარკვეულწილად რაიმე პრობლემას, თუნდაც იმ კონკორდატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც დადებულია მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. თქვენი განმარტება მაინტერესებს, რაში მდგომარეობს პრობლემა? მადლობთ. მე ვიდრე საკითხს მიმოვიხილავდე, მინდა ერთი რამ აღნიშნო, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ საუბარი მქონდა გარკვეულ წრეებთან, ბრიტანულ წრეებთან, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებს. იქ, როდესაც საქართველოს ეხებოდა საუბარი და როდესაც ვიკითხეთ პრობლემად საქართველოსთან მიმართებაში თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, სხვა შორის მათ აღნიშნეს, ეს არის დემოკრატიულობის თამაში. ეხლა გადავიდეთ საკითხზე, რომელიც ძალიან აქტუალური არის დღეს. მე მინდა მოგახსენოთ, რომ წლების მანძილზე საქართველოს ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოსთან ურთიერთობაში მონაწილეობდა აქტიურად. ეს უფლება მოსილება მქონდა ეკლესიისგან მიღებული და აი სწორედ მაშინ, როდესაც კონსტიტუციური შეთანხმების მიღება უნდა მოხდარიყო, ჩვენ მქონდა ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა კონფესიებთან, რელიგიურ აღსარებლობის წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ. აი მაშინ მიღებული იქნა დოკუმენტი, ხელმოწერილი იქნა დოკუმენტი, რომელიც ბექამ ახსენა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თავის მხრივ საქართველოს ეკლესია მას შემდეგ, რაც ეს რელიგიები დაეხმარებოდნენ მას კონსტიტუციური შეთანხმების მიღებაში, იფიქრებდა და იზრუნებდა იმის შესახებ, რომ მათ ქონოდათ რელიგიური სტატუსი საქართველოში. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი, როდესაც ჩვენ სასწაულებრივად მივახციეთ მიზანს და შედეგს. მინდა გითხრათ, რომ მაშინ უმრავლესი ნაწილი იყო წინააღმდეგი მოქალაქეთა კავშირის, მათ შორის უმრავლესობა დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს, ასევე დიდი კორპორაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი იყო ამის წინააღმდეგი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მოხდა და ის რელიგიები, სხვათა შორის, რომლებიც საქართველოში არიან, ამას მაინც და მაინც არ მიესალმებოდნენ. უკაცრავად დოკუმენტში საუბარი იყო სტატუსზე კონკრეტულად რა? იმ სტატუსზე, რომელიც დღეს არის განსაზღვრული? სტატუსზე იყო საუბარი. აჰა, გასაგებია, დიახ. ზოგადად სტატუსზე, მაგრამ ეხლა რაშია საქმე? დღევანდელი სტატუსის შესახებ, როდესაც გაჩნდა მოცემულობა, აღმოჩნდა, რომ კათოლიკური ეკლესია ამ თემასთან დაკავშირებით სრულიად არ იყო საქმის ხურში და უფრო მეტიც, მას ეს სტატუსი არ ჰქონდა მოთხოვნაში, მას ჰქონდა საერთაშორისო სტატუსის მოთხოვნა, იმიტომ რომ იგი საერთაშორისო სუბიექტს წარმოადგენს და შესაბამისად უნდა ამ სახით დარეგისტრება საქართველოში, ასე სიცრუეა. ბაპტისტურ ევანგელისტურ ეკლესიას ასევე არ მიაჩნდა და არ მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის საუკეთესო სტატუსი, რადგან მას თავის ხედვები გააჩნია, მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობს? მთელი ამოსავალი და განგაში სათეხვის მიზეზი და საფუძველი, რომელიც ამას მოხდა, არა მხოლოდ საქართველოში, მე შემიძლია გითხრათ, ბრიტანეთის ქართულ მოსახლეობაში აქ არის რამოდენიმე ათას ქართული მოსახლეობა. სომხეთის პატრიარქი, როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, იგი საქართველოში ჩამოვიდა კონკრეტული მისიით. ეს მისია წარმოადგენდა ითვალისწინებდა შემდეგს. მიიღო იურიდიული პირის სტატუსი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი საქართველოში და მიიღო მესაკუთრის უფლების აღდგენა იმ ეკლესია მონასტრებზე და ნაგებობებზე, რომელზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მის უწმიდესობასთან შეხვედრის შემდეგ მისმა უწმიდესობამ, როდესაც მოისმინა მისი განცხადება, მას უთხრა, რომ არა გვაქვს საწინააღმდეგო მიიღოთ სტატუსი
თუმცა ჩვენს გვაქვს ჩვენი მოთხოვნები ვთქვათ სომხეთში ამ შემთხვევაში სომხეთს ეხებოდა საკითხი იქ ჩვენი მე გახლავართ თორედ სომხეთის ქართული ეპარქიის ეპისკოპოსი სხვათა შორის სომხეთში ქართული ეპარქიისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ და იქ არსებული ქართული ეკლესია მონასტრებისა და იმ უდიდესი კერების რომელიც აბსოლუტური ისტორიის ამსახველია ქართველი ერისა თითქმის დასაბამიდან დღემდე პასუხი რა იყო და აი მაშინ ასეთი რამ მოხდა რომ სომხეთის პატრიარქმა წინააღმდეგობა არ გამოხატა ამასთან დაკავშირებით მაგრამ ბოლო წუთებში მან უარი განაცხადა ხელის მოწერაზე აი ამ შეთანხმებას შემდგომ უახლოეს მომავალში გადის რამოდენიმე დღე და ჩვენ ხედავთ რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის საქართველოში და როგორც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან შევითხეთ ჩვენ ინტერნეტის საშუალებით სწორედ აღმოჩნდა რომ აი ამ სტატუსის მიღების თემა უკავშირდება სომხეთის საგარეო მინისტრის მოთხოვნას რომელიც წარმოადგენს სომხურ სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ ვიზიტს უკავშირდება თქვენ ესე ფიქრობთ მე ვფიქრობ დასკვნა გამომაქვს განცხადებიდან გამომდინარე და კიდევ ერთი აი ბექამ აღნიშნა რომ საქართველოს საგრეციებმა და ეპარქიებმა უცხოეთში და სხვაგან ყველგან სადაც არის იფიქრონო თვითონო იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებო ეს ძალიან საინტერესო განცხადება ნახეთ რა მოხდა სომხურმა ეკლესიამ იმ წუთში თავის მიზანს ვერ მიაღწია როგორც მას ჰქონდეს დასახული მაგრამ მან მიაღწია ხელისუფლების საშუალებით ამდენად ჩვენი მხრიდან ხელისუფლებას რომ მოუხსნათ ეს პასუხისგებლობა მეტადრე ასეთი გაუგებარ ბუნდოვან სიტუაციაში ასეთი სტატუსების მინიჭების შესახებ ეს არის აბსოლუტური სერიოზული შეცდომა და უკანონოა ძალიან დიდი მე თუ შეიძლება მე მინდა კიდევ ძალიან მოკლედ დროში ვარ შეზღუდული მე უფებ თუ შეიძლება რომ ძალიან მოკლედ გითხრათ დიახ შემდეგ საკითხს რომ როდესაც სომხეთის პატრიარქი ჩავიდა სომხეთში მის ვიზიტს მოყვა ძალიან უარყოფითი გამოხმაურება სომხურ წრეებში და მათ ასეთი ტერმინით თაც იყო ეს აღნიშნული რომ გამარჯვებული ვერ დაბრუნდა სომხეთის პატრიარქი და მიიჩნევდნენ რომ საერთოდ ეს ვიზიტი უნდა შემდგარიყო თუ არა ჯერ ეს ლოგიკა არ არის გამარჯვება დამარცხების თემა მაგრამ აი მე ვსვავ კითხვას ამ ყველაფრის ფონზე მეორე კიდევ რა არის დასამალი ბატონებო ბრიტანეთში ევროპაში დასავლეთში სომხური დიასპორები როგორ ეწევიან ქართული კულტურის დაკნინებას დამცრობას და კი ბატონო თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს და დავამთავროთ დიახ ჩემი კითხვა მე კითხვა არ მაქვს მე უბრალოდ საკითხს აღნიშნავ რომ ამ შემთხვევაში აი ამ ქმედებით აი როგორც გამოიყვა რა არის გაურკვეველი არაფერი არ არის გაურკვეველი ერთადერთი პასუხი არის ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე სომხური პოზიციას თუ გამოვიყენებთ და მოსაზრებას და მე მინდა გითხრათ რომ დამარცხებული საქართველოს ეკლესია და მის საწეთხრობელი არც ერთი ჩვენგან არც საქართველოში არ ვიქნებით და არც უცხოეთში გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გვექნება საშუალება კიდე დაუბრუნდეთ ამ თემას სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და უნდა დავასრულოთ საუბარი ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში ჩემს სტუმრებს არა ვერ დავამატებთ იმიტომ რომ საინფორმაციო წყება ზუსტად 9-ზე მიმართებაში არა რელიგიასთან არა მაშინ მე ორივეს უნდა მოგცეთ საშუალება და ამის უფლება არ მაქვს იმიტომ რომ არა დროში ვარ შეზღუდული და ამიტომ მე მექნება საშუალება რომ მოგცეთ სხვა დროს ირაკლი ქადაგიშვილი და ბექამინდიაშვილი ჩვენი გადაცემის სტუმრები ძალიან დიდი მადლობა თქვენ გელოდებათ ზუსტად 9 საათზე მაესტროს ახალი ამბები ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერიძის სტუმრები იქნებიან კახაკუკავა ეკაბესელია მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის